Салам მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მებრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მისშას შრატების შესახებ. როგორც იცით, დავიწყე ნელ-ნელა ძველი განხილვის ვიდეოების თავიდან ჩაწერა და დღეს მინდა რომ მისშას შესახებ გესაუბროთ, მაგრამ ამ ვიდეოში ვისაუბრებთ მხოლოდ მათი შრატების შესახებ, რადგან ღმერთო რამდენი პროდუქტი აქვს. მესმის რომ დიდი ისტორიის ბრენდია, სხვადასხვა ბრენდები აქვს, ძალიან ფართოდ არიან წარმოდგენილნი, როგორც დასავლურზე, კორეულ ბაზარზე ძალიან ცნობილები არიან, სააფთიაქო ბრენდია. ყველაფერი მესმის, მაგრამ იმ რაოდენობის ხაზები, მარტო ხაზებით რო დავიწყოთ. მე თითო ხაზში მილიონი ერთმანეთის მსგავსი პროდუქტი, თითო ასოთი რო განსხვავდება შრატების და ზოგადად პროდუქტების სახელები ერთმანეთისგან, მე არ ვიცი. მოკლედ, ერთ ვიდეოში ვერ ჩავეტევით ფაქტია, ამიტომ მოდით დღეს შრატებით დავიწყოთ, რომ შევძლო რომ უფრო მეტი პროდუქტის შესახებ გესაუბროთ, რადგან გამწმენდებიდან მზის განდამცავის ჩათვლით რომ ყველა პროდუქტზე ვისაუბროთ, მაშინ თითო კატეგორიაში მაქსიმუმ 3 პროდუქტის, 4 პროდუქტის შესახებ შევძლო საუბარი, რომ საათობით არ ვისხდეთ აქ. სანამ უშუალოდ პროდუქტებზე გადავალთ, გეტყვით რომ ჩვენ აქ კარგი და ცუდი ბრენდების გარჩევას არ ვცდილობთ. მსგავს მიზანს არ ემსახურება ეს ვიდეოები, აქ ვცდილობთ მივიჩიოთ სწორ შოპინგს. ვიცოდეთ რაში ვიხდით ფულს. რას შეიცავს ესა თუ ეს ინგრედიენტი, განმოვაბრუნოთ შეფუთვა, წავიკითხოთ ინგრედიენტების სია, სანამ პროდუქტში თანხას გადავიხდით, დავაკვირდეთ ხომ არ გვაქვს უკვე რაღაცა მსგავსი ჩვენს თავისმოვლის რუტინაში, გვჭირდება თუ არა საერთოდ რაღაცა ასეთი მარკეტინგის, რეკლამის მსხვერპლი არ გავხდეთ, მაგრამ თუ არის პროდუქტები, რომლებიც შეიძლება მე აქვს თქვა რომ, იცი რა, ინგრედიენტების სია არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ თქვენ მოგწონთ, იყენებთ და რაც მთავარია, სასრულ შედეგს ხედავთ, აუცილებლად გააგრძელეთ გამყარება. ოკეი, მოდით დავიწყოთ Time Revolution-ის ხაზიდან, მათი lifting შრატით, როგორ უკვე თავიდან ვიცით, რომ სიტყვა lifting-ი სახლის პირობებში შრატით, არ ვიცი, 50, 70 თუ 70 ლარიანი შრატით გამორიცხულია, ეგრე არ ხდება. ბრენდებს უყვართ ხოლმე მსგავსი სიტყვების გამოყენება მარკეტინგის მხრივ შეფუთვებზე. რა თქმა უნდა, სახლის პირობებში lifting ეფექტის მიღება შრატებით სამწუხაროდ არ ხდება. lifting-ი არის კოლაგენი, ჩვენ ბუნებრივი კოლაგენი და ელასტენი. რაც ბუნებრივად გვაქვს კანქვეშ, რაც ახალგაზრდულობას და ისე ვთქვათ დაჭიმულ lifting ეფექტს აძლევს კანს, რაც ასაკის მატებასთან ერთად იკლებს და კანი იშვებს. ეხლა ერთი შრატით მაგ პრობლემას რა თქმა უნდა ვერ მოვაგვარეთ, მაგის გამო არ მოტყოდეთ. ამ შრატს რაც შეეხება ესა 50 მილilitrიანი შრატი, მე მგონი ეს ახალია. მე არ მახსოვს რა ადრე გვესაუბროს ამ შრატის შესახებ, რასაც დავაკვირდი ახლა ბევრი ახალი საინტერესო პროდუქტი აქვთ. დამატებული კიდევ და კიდევ უფრო აფართოვებენ ასორტიმენტს ხალხო არ ვიცი. მოკლედ, ეს არის რეალურად ნიაცინამიდის და კერამიდების შრატი. ნიაცინამიდის პროცენტული მაჩვენებელი არ ვიცი, რამდენია შიგნით. გლიცერინის ბაზისია, ნიაცინამიდი საკმაოდ მაღლა ინგრედიენტების სიაში 5%, ყველაზე მცირე 4% ნიაცინამიდს მაინც ვიტყოდი ესე ვარაუდის ფორმით. ბევრი კარგი მცენარეული ექსტრაქტებია შიგნით, იცით რომ როცა ფერმენტაციას ეხება საქმე და მცენარეული ექსტრაქტების ფერმენტაციას მისშა ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა მაგამ ბავშვი და მე მიყვარს ძალიან მათი ფერმენტირებული ინგრედიენტების პროდუქტები და არტემისიას ხაზი რო ჩემი აბსოლუტური ფავორიტია იცით. lifting-ს რაც შეეხება, ანგონია პარფიუმია, ცოტა მაღლა. მაგრამ ეთერზეთებს ვერ ხედავ, ამიტომ მხოლოდ ერთი პარფიუმი, არ ვიცით რა თქმა უნდა სიტყვა პარფიუმის ქვეშ კიდე რაიმალება, ეს როგორც იცით ნაკრებია, სხვადასხვა არომატიზატორების, სიტყვა პარფიუმში შეიძლება 20 სხვადასხვა ინგრედიენტი იყოს დამალული. იმიტომ რომ ბრენდები ზუსტად ყველაფერს არ აზიარებენ, ახლა ზუსტად რას შეიცავს ესე ვიღაცამ copy paste აიღოს მე ინგრედიენტების, ამიტომ აქვთ უფლება რომ სიტყვა პარფიუმის ქვეშ სხვადასხვა ინგრედიენტები დამალოთ. მაგრამ ესეთ მძიმე ეთერზეთებსაც ვერ ხედავ, რაც უკვე კარგია უას. ის შესაძლოა. მძიმე ეთერზეთებს. გამოყენებას მძაფრის უნი აქვთ. მათ პროდუქტებს, მაგრამ აქ მხოლოდ პარფიუმს ვხედავ, მშრალი ალკოჰოლის გარეშეა და რა გითხრათ, ადენოზინი, ნიაცინამიდი, კერამიდები, ეგა და ეს მცენარეული ფერმენტირებული ექსტრაქტები. lifting-ი არა. კარგი დამატენიანებელი, დამარბილებელი ჰიდრატორი შრატი იქნება, რომელიც დარწმუნებული ვარ, მშრალ კანზე განსაკუთრებით მოგეწონებათ, მაგრამ lifting-ში ფული არ გადაიხაროთ. მაგას ვერ მიიღებთ. შემდეგი შრატიც Time Revolution-ის ხაზიდან არის წითელი წყალმცენარეების რევიტალიზაციის შრატი 40 მილilitrიანი შეფუთვით. აქაც ნიაცინამიდი გვაქვს, რა თქმა უნდა. ყველაფერში ნიაცინამიდი აქვს. მარტო მის შას არა, ყველა ბრენდი ეგრეა დღეს უკვე ყველაფერში ნიაცინამიდი აქვს. აზიური სენტელა, წითელი წყალმცენარეების, რომელსაც არაჩვეულებრივად ამზადებენ, ექსტრაქტები, ფერმენტირებული ექსტრაქტები, ნიაცინამიდი, გითხარით ადენოზინი, გლიცერინი, სკვალენი, კერამიდების კომპლექსი, ჰიალურონის მჟავა, ალანტოინი. მე რომ გითხავთ, ეს უფრო კონცენტრირებული შრატია ვიდრე წინა. არ ვიცი ფასში რამდენად არის სხვაობა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ცოტა უფრო პატარაა მოცულობით, 10 მილilitrით უფრო ნაკლებია, მაგრამ ესეც პარფიუმით არის, ესეც მშრალი ალკოჰოლის გარეშეა. პრინციპი მაგ მხრივ აქაც იგივეა, მაგრამ მე რომ მქონდეს ახლა არჩევანი, ამ შრატს უფრო ავირჩევდი ჰიდრაციისთვის, კანს ისეთ არ გვილებს ეს წყალმცენარეები. სხვადასხვა კანის ტონზეც კარგად ფუნქციონირებენ.
მე ამას უფრო ავირჩევდი ჩემი კანისთვის ვიდრე პირველ შრატს. და შემდეგი არის ასევე იგივე ხაზიდან Time Revolution-ის წითელი წყალმცენარეების წითელი ალგაის ხაზიდან treatment essence, სამკურნალო ესენცია 150 მილiliტრიანი შეფუთვით არის ოღონდ ის ანუ 40 მილiliტრიანი შრატია, ეს 150 მილiliტრიანი ესენცია არის, ხაზი იგივეა და ეს უფრო როგორ გითხრათ 5 თუ 6 ინგრედიენტია სულ შიგნით, ანუ იგულისხმება რომ რეალურად თავარი არის წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტი, რომელიც ესეთ ბლანდ ტექსტურას მისცემს ამ ესენციას. მე ვფიქრობ, რომ ესეც მშრალ კანზე უფრო მოგეწონებათ, ასაკოვან კანზე, ღამის რუტინაში, ცივ სეზონზე, ცოტა გლიცერინიც არის შიგნით, რეალურად სულ ეგ არის. აქ ამ წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტს ყიდულობთ, რაც იცით როგორ თემა არის? აი მაგალითად ჰიალურონის შრატი თუ გაქვთ და ფიქრობთ, რომ ცოტა წყლის ეფექტი აქვს, რაღაცა უფრო ბლანდი მინდა. ნუ კი აი ბრინჯის ტონერები, ექსტრაქტი ტონერები არის ისეთი უფრო ბლანდი. ან რაღაცა ახალი მინდა, მოდი კიდე იქნება რაღაცა ვიპოვო დავტესტო. მაგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ კარგი არჩევანი იქნება ესეთ ჰიდრატორ შრატს კარგად ჩაანაცვლოს, მაგალითად აი გლიცერინი, ჰიალურონის შემდეგი საფეხური ცოტა უფრო გაუმჯობესებული ინგრედიენტი იქნებოდა თავს მომის რუტინაში. მე ასე ვხედავ მსგავს ფერმენტაციით ინგრედიენტებს, რომლებიც ასევე კანის ტონზე როგორც გითხარით. ძალიან კარგი. ახლა ვერ გეტყვით რომ ვაიმე აი წლების მელაზმა თუ გაქვთ სახეზე მაგას გაგიქრობთ, ეგრე არა, მაგრამ აი ესეთი C ვიტამინის ეფექტით, ეს ბზინვარება, გლოუ, ეს ერთიანი კანის ტონი, მაგისთვის ძალიან კარგია ფერმენტირებული წყალმცენარეების ექსტრაქტები. შემდეგი არის B pollen-ის, ანუ თაფლის ხაზიდან, ცვილის ხაზიდან ამპულა. ეს ანუ ორი ამპულა აქვს, ეს არის skin, რომელსაც აწერია. მე მგონი ეს არის უფრო ახალი ვერსია, იმიტომ რომ B pollen-ის ხაზიდან ეს ამპულა მახსოვს რომ ადრეც ჰქონდათ. ეს არის 150 მილiliტრიანი, 42% ცვილს შეიცავს. მეორე ინგრედიენტების სიაში არის უკვე ცვილის ექსტრაქტი, გლიცერინი, ნიაცინამიდი, რა თქმა უნდა. აქაც არის. ძალიან ბევრი ეთერზეთია შიგნით. ძალიან ბევრი ეთერზეთია. ლავანდა, ბერგამოტი. ფრთხილად იყავით. ანუ ყველასთვის არ იქნება რა თქმა უნდა პრობლემა, მაგრამ თუ ალერგიული კანი გაქვთ, გაღიზიანებული კანი გაქვთ ამ წუთას, ზოგადად ეს ცვილი და თაფლის ექსტრაქტი და თაფლი არაჩვეულებრივი ანტიბაქტერიული ინგრედიენტია და წესით უნდა შეგეძლოს თავისუფლად რომ გამოიყენო პრობლემურ კანზე, მაგრამ ამ ეთერზეთებიდან გამომდინარე თუ ალერგიული ხართ, ჯერთი თაფლსა და ცვილზე შეიძლება ალერგიული იყოთ, მაგასაც მიაქცია დავწება ყურადღება, მაგრამ როგორ უნდა დატესტო ხო თუ არ იყიდე და თუ იყიდე და ფული უკვე გადაიხადე და გახსენე და გამოიყენე შეფუთო, მე უკან რანაირად დააბრუნებ ხო. ამიტომ რთული არის ტესტერი თუ დევს კურსის წირში ან ხელზე მაინც რომ დარწმუნდეთ რომ ალერგიული არ ხართ ან თავი მაინც მოხსნათ იქნება და აი სუნით უკვე გაწუხებთ სავარაუდოდ კანზეც შეგაწუხებთ ეს საკმაოდ გრძელი ინგრედიენტების სიაქვს ჰიდროლიზებული ურიაც არის შიგნით ბევრი საინტერესო ინგრედიენტია მაგრამ თან ბევრი ერთადერთიც და მეორე იგივე ხაზიდან ამპულა ზუსტად ანუ ეს არის 40 მილiliტრიანი ეს არის მე მგონი ის რასაც მე ადრე ვიცნობდი ძველი არც შეიძლება ის CD არის რომ ამ წუთას ორივეა ბაზარზე და წესით მხოლოდ ახალი პროდუქტის დატოვებას აპირებენ, ან შეიძლება ორივე პროდუქტს ტოვებენ, არ ვიცი, სახელში ორივეს ამპულა აქვს. ამიტომ ვერ გეტყვით, ესეც 42%-იანი ცვილის ექსტრაქტით არის, პროპოლისით, აქაც იგივე თემა არის, ესეც მშრალი ალკოჰოლის გარეშეა, მაგრამ აი ლავანდა, ბერგამოტი, იგივე ეთერზეთებია, გლიცერინი აქაც გვაქვს, ჰიდროლიზებული ური. აი, მე მგონი ერთი და იგივე ინგრედიენტების სიას ვკითხო, გულწრფელად რო გითხრათ, ამიტომ არ ვიცი, ხდებათ ორივე თაროზე. ანუ თქვა ბიპოლინის ხაზს რო ჩაუვლით, აფთიაქში ორივე მათგანი არის, ანუ ეს დიდი შეფუთვაც და პატარა შეფუთვაც. არ ვიცი, შეიძლება ეს ახალი გამოიტანეს და ის ძველი უნდათ რომ ამოიღონ, ან რომ ელოდებიან რომ ამოიყიდოს და მე აღარ იქნება, მაგრამ ჩანაცვლება უკვე აქვს და გულწრფელად რო გითხრათ, თითქმის ერთი და იგივე პროდუქტის შესახებ საუბრობთ, ეხა ვერაფერ განსხვავებას აქ ვხედავ. შემდეგი არის ათელოკოლაგენის plumping ამპულა. ეს ახალია? ძალიან მახსოვს. შეფუთვაც არ მახსოვს. კოლაგენის ამპულა არის, როგორც უწერიათ, გლიცერინი, ნიაცინამიდი. გლიცერინი, ნიაცინამიდი, რა თქმა უნდა. ჰიდროლიზებული კოლაგენი აქვს შიგნით, აზიური სენტელას ექსტრაქტი, აქაც ბერგამოტი, ლავანდა, ფორთოხლის ეთერზეთი, თან საკმაოდ მაღლა. და ვაუ, პარფიუმის ინგრედიენტები ქვემოთ კიდე ცალკე, ანუ ეს ეთერზეთების ცალკე, ეს პარფიუმის ინგრედიენტები ქვემოთ კიდე ცალკე. ვაუ, მაინტერესებს როგორი სუნი აქვს. ეს თუ გაგიტესტავთ ვინმეს, რამდენად შემაწუხებელი სუნი აქვს. ანუ ზოგი ნაკლებად არის რეაქციული ესეთ რაღაცეებზე, ზოგი მეტად, მაგრამ ვაუ,
ჰიალურონის მჟავა, კერამიდების კომპლექსი, ჰიდროლიზებული კოლაგენი. ჰიდროლიზებული ნიშნავს ქიმიურად დაშლილს. მოლეკულას შლიან ქიმიურად პატარ-პატარა ნაწილაკებად, რომ კოლაგენი არის ძალიან დიდი მოლეკულა და ხმად ვერ აღწევს სახის განშლა. ჰიდროლიზაციის პროცესი იყენებენ იმისთვის, რომ დაშალონ ეს მოლეკულა, რომ ისე ვთქვათ, მიეხმარონ ინგრედიენტს უფრო ხმად შეაღწიოს სახის განშში. ბევრი არაჩვეულებრივი ინგრედიენტია შიგნით. უბრალოდ ეს ამდენი ეთერზეთი სადღაც ინგრედიენტების პირველ 15-ში ნაწილში 100 ინგრედიენტია შიგნით, რო იცოდეთ ისა. Jesus Christ. აი, ხაცით მაცივარს რო გამოვაგებ ხოლმე კვირის ბოლოს და სანამ ახალ რაღაცებს იყიდი და შეავსებ მაცივარს. მოდი ამასაც მოვამზადებ, მოდი ამასაც, მოდი ესეც ჩავყარ და რაც დარჩათ ლაბორატორია. კაი, მოდი ეს გამოვცალოთ, ეხა გავრეცხოლ და ეს ჭურჭე. ჩაყარეს ყველაფერი შეგდა, აი რაღაცა ეგეთი შტაბიშტება მაქვს. აი, 100 ინგრედიენტია მე მგონი შეგდა. შემდეგი გვაქვს ისევ Time Revolution-ის ხაზიდან 5X ან მეხუთე თაობის ამპულა. ეს ძველია, ეს ადრეც ჰქონდათ. ეს მახსოვს. ეს არის, ანტიასაკობრივი ხაზიდან ანტიასაკობრივ ამპულას ეძახიან თვითონ, სადღაც თითქმის 78% ბიომით ფერმენტირებული ინგრედიენტებით და აქაც იგივე თემა გვაქვს. ნიაცინამიდი აქაც გვაქვს, რა თქმა უნდა. ეთერზეთები აქაც ოკეი, საკმაოდ არც შეიძლება მე მხვდება ახლა ეს ფურცელზე ესე ძალიან თვალში და რეალურად რო ხსნი პროდუქტს საერთოდაც არ აქვს შემოწუხებელი სუნი, მაგრამ რადგან ვხედავთ ანგეუნებით კიდეც. მშრალი ალკოჰოლის გარეშეა ადენოზინი, გლიცერინი, სქვალინი, ჰიალურონის მჟავა, კერამიდები, ცოტა ერთი და იგივე ინგრედიენტების გარეშე მოვტრიალებთ Time Revolution-ის ხაზში, მაგრამ წყალმცენარეების ექსტრაქტი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში კარგია. მე მართალი რომ გითხრათ, ეს წინა რევიტალიზაციის შრატი მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ეს OG პროდუქტია მათი, ეს Time Revolution-ის ხაზი და ეს ამპულები და ესენცია ამ ხაზიდან, მაგრამ ეს ჩემთვის წარმოუდგენლად უფრო კონცენტრირებულია ვიდრე ის ეხა აქ სადღაც 78% ბიომის კომპლექსის შესახებ საუბრობთ, რაც იმ შრატში არის, იმ ამპულაში ეგრე თუ შრატში როგორ იყო? შრატში ეგრე არ იქნება, 40 მილიგრამ შრატში, მაგრამ ახლა რო გითხრათ რომ რაღაცა ძალიან განსხვავდებიან ეს შრატები ერთმანეთისგან ამ Time Revolution-ის ხაზიდან, ეგრეც არ არის. გლიცერინი, ნიაცინამიდი, კერამიდების კომპლექსი, ადენოზინი, წყალმცენარეების ფერმენტირებული ექსტრაქტი, სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით. რეალურად ერთი და იგივე რაღაცის გარშემო მოვუტრიალებთ. ანუ მე თუ მკითხავ ერთი თუ გაქვს, მეორე არ გჭირდება. შემდეგია ესენცია, სუპერ აქვა ხაზიდან ულტრა ჰიალურონის ესენცია 200 მილიგრამიანი შეფუთვით. ვაუ. 10 სხვადასხვა ტიპის ჰიალურონის მჟავა არის შიგნით. აქაც ეს ლავანდას და ბერგამოდის და ფორთოხლის ეთერზეთები რა თქმა უნდა არის შიგნით, საკმაოდ მაღლა. მშრალი ალკოჰოლის გარეშეა. სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის მჟავა ნიშნავს, რომ სხვადასხვა ფენებში გაატენიანებს სახის განს, რაც არაჩვეულებრივია. სხვა ზეითუნის ზეთი და ყურძნის მარცვლის ზეთები აქვს შიგნით. საინტერესო როგორი ტექსტურა აქვს. ჰიალურონის მჟავის ესენცია ზეითუნის ზეთით. საინტერესოა. ვითომ უფრო მშრალი განისთვის იქნება სავარაუდოდ ზეთებით, მაგრამ შეიძლება ესე იყოს დამზადებული, რომ არც ესეთი სქელი ტექსტურა არ ქონდეს პროდუქტს და არც იყოს პრობლემა უფრო ცხიმიან განზეთს რო გამოიყენოთ. კერამიდების კომპლექსი, პანთენული გლიცერინი. თუ გაგიტესტავთ საინტერესო ჟოჟობას ზეთის ყოფილა შეგნით. ვაუ, ზეთებიც ბევრი აქვს აშკარად. თუ გაგიტესტავთ სიამოვნებით გითხარით, როგორი ტექსტურა აქვს, ანუ ჰიალურონის ესენციაზე ხო ისე რაც ვფიქრობთ, რომ თხელია, მე ჰიალურონზე რატომღაც მგონია, რომ ყველა კანის ტიპისთვის არის თხელი ტექსტურა აქვს და ძალიან ესეთი მარტივად შესაძლებელი და რაღაც. საინტერესო ეს ამდენი ზეთი რაც არის კიდე შეგნით ჩამატებული, ეს ხო არ ასქელებს უფრო პროდუქტს და უფრო მხოლოდ მშრალი კანისთვის გამოსაყენებელს ხომ არ ხდის. შემდეგი გვაქვს Vita C+-ის ხაზიდან კორექტირებისთვის ამპულა. ეს ახალია როგორც ვიცი, მე მათი ეს მეორე ამპულა ვიცი, ნორმალური 30 მილიგრამი შეფუთვით რო არის, ადრე ის ჰქონდათ. ტესტი ხაც აქვს, მაგრამ ეს რაღაცა ახალია, საინტერესო, როგორც ჩანს, ეს თემა არის პუდრი რო ცალკე მოდის შიგნით და აქტივაცია შენ თვითონ რო უნდა გააკეთო სახში, რაც არაჩვეულებრივია, ისედაც ფამფის შეფუთვით არის, ასე თუ ისე მუქია შეფუთვა, ასკორბინის მჟავა არის შიგნით ეს 15 გრამი წერია. ანუ ისი გულისხმება ვითომ პუდრის მოცულობა შიგნით? თორე ესეთი პატარაც არ ჩანს ახლა ეს შეფუთვა. რანაირად დავიჯერო, რომ 15 მილilitrიანი შეფუთვას ყიდიან, ახლა დავიჯერო, მე ალბათ ისი გულისხმება თვითონ პუდრის მოცულობა, იმიტომ რომ არც შეიძლება ახლა ფოტო მატყილებს, ფოტოზე ცოტა ნორმალური დიდი, ანუ ნორმალური ზომის შეფუთვას გავს, იმიტომ რომ ინგრედიენტები აქვს ძალიან კარგი, ასკორბინის მჟავა, ეს არ ვიცი.
პროცენტულ მაჩვენებს ვერ გეტყვი, მაგრამ მაღალი დოზირები თუ თვითონ ოფიციალურ საიტზე როგორც უწერიათ, ამიტომ არ ვიცი ხარ აიგულისხმო მაგათთან მაღალი დოზირების. ისე არბუტინი აქვს, კურკუმას, თუმერიკის ფესვის ექსტრაქტი აქვს, რაც ფერზე არაჩვეულებრივია. 3O ეთილასკორბილ ასიდი აქვს, ზეთოვანი ფორმა C ვიტამინის, ასკორბილ გლუკოსაიდი აქვს, შაქროვანი ფორმა. მოკლედ სამი სხვადასხვა ტიპის C ვიტამინია შეგნით. ასკორბილ მჟავასთან ერთად არბუტინი, კურკუმა, ნიაცინამიდი, პეპტიდების საკმაოდ კარგი კომპლექსი სხვათა შორის. კერამიდების კომპლექსი, ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი, პანთენოლი, ტრენაქსემიკის მჟავა. ვაუ, ოკეი. შუაზე უკვე იწყება ეთერზეთები. მაგაზე იყავით ფრთხილად. იმედი მაქვს, რომ შემაწუხებელი სუნი არ აქვს და ალერგიულ რეაქციას არ მისცემს არავის, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ინგრედიენტების სია აქვს. გასაგებია, რომ პროცენტულ მაჩვენებებს არ იძლევიან, მაგრამ ისეთი არაჩვეულებრივი ინგრედიენტების კომპლექსია ვერ დავიჯერებ, რომ ეს ეფექტური არ იყოს. თან ამდენ თუ იწვალეს და პუდრა და აქტივაცია და ფამფის შეფუთვა და ის და ეს წესით უნდა იყოს თერაპიულ ზღვარში. ეს როგორც ჩანს ახალია, ეს არა ვიტა C+ ლაქების კორექციისთვის ამპულა. ეთერზეთებს მიაქციეთ ყურადღება და იმედი მაქვს, რომ 15 მილილიტრიან შეფუთვას თუ 15 გრამიან შეფუთვას აღედულოთ და მაშინ პუდრის მოცულობა იგულისხმება, იმიტომ რომ ეს ახლა დარწმუნებული. რა ღირს? მე ხა ნოტინოზე ამომიგდო, გერმანულ საიტზე ნოტინოზე ამომიგდო 32 ევრო ღირს. 15 გრამია ვაკაც ესე წერია აღწერაში. 15, ანუ ვაუ, 32 ევროთ. ანუ ეხლა მე ვიცი რომ ცელფერა მინდა ასკორბილ მჟავა მეთმეტეს იაფი ამბავი არ არის, მაგრამ 15 მილილიტრით ცოტა არის. შემდეგი გვაქვს სიკადინ ხაზიდან პრობლემური კანის გასასუფთავებელი clearing გამწმენდი შრატი. მოცულობა 30 მილილიტრი არის. ეს არის 75% აზიური სენტელას, პანთენოლის და BHA-ის კომპლექსი. BHA-ია თუ რამე სხვა. არა, სალიცილის მჟავა არის. ნიაცინ, რა თქმა უნდა, ნიაცინამიდი. ანუ რო გამომრჩეს მე მაინც მეგობრებო, თქვენ არ იფიქროთ რომ არ არის პროდუქტში, არის, შეიძლება მე გამომრჩეს, მაგრამ მიშას აქვს მაინც ინგრედიენტებს შეიცოდეთ. პირველივე ინგრედიენტებს უკვე აზიური სენტელას ექსტრაქტია, 75%, ნიაცინამიდი, გლიცერინი, სალიცილის მჟავა, არ ვიცი ოღონდ რამდენად ძლიერია. ეთერზეთები და პარფიუმი აქაც აქვთ, მშრალი ალკოჰოლის გარშეა, პანთენოლი, გლიკოლის მჟავაც აქვს სხვათა შორის. კი არა წერია ზედ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ქვემოთ ინგრედიენტების სიაში მე მგონი რომ მცირე რაოდენობის იქნება, მაგრამ მაინც არის. ძირტკბილას ექსტრაქტი, ძირტკბილა არაჩვეულებრივია კანის ტონზე, ფერზე, აკნეს შემდგომი ლაქების ალაგებას ეხმარება სხვათა შორის კარგად, ალოე ვერას ექსტრაქტი, გვირილის ექსტრაქტი. ვაუ. ძალიან კარგი ინგრედიენტების სია აქვს. პრობლემური კანისთვის მე ვფიქრობ, ნიაცინამიდი საერთოდაც მე-5 აქვს ინგრედიენტების სიაში 4-5% მაინც მინიმუმ ნიაცინამიდის შესახებ საუბრობთ, აზიური სენტელა არაჩვე. ანუ ეს იქნება ჰიდრაცია და ეს ყოველთვიური ჰორმონალური აკნე, პრობლემური კანი, აკნეს შემდგომ დატოვებული ეს მსუბუქი სიწითლები და ლაქები. მაგისთვის იქნება ძალიან კარგი ყოველდღიურად გამოსაყენებელი შრატი, ცოტა სალიცილით, ბევრი აზიური სენტელას ექსტრაქტით. არჩეულებრივი კომბინაცია. ეს არ მახსოვს ადრე განხილვიდან ეს შრატი. კარგი შრატია. იგივე ხაზიდან ასევე ტონერიც აქვთ. ეს ხო შრატი იყო, ტონერიც აქვთ, pH ტონერი, დამატენიანებელი pH ტონერი, 165 მილilitrიანი შეფუთვით. აბა, რას ვიტყვი პირველს? გლიცერინი, ნიაცინამიდი, ბითეინი, ჯინსენის ფესვის ექსტრაქტი აქვს. სხვათა შორის ვიღაცა მომწერა ჯინსენს რო ამბობ ჟენშენს გულისხმობ და კი. უბრალოდ სიტყვა ჟენშენს ვერ ვიტყვი, იარაღით რომ დამადგეს ვინ გამორიცხო. არაფერი ჯერ ძალიან არასასიამოვნო არ ვიცი რატო რუსული ენის ასოციაცია მიჩნდება, და ასე მგონია რუსულ სიტყვას ვიყენებ. და თან არ ვიცი ქართულში რატო გვაქვს ეს ჟენშენი, არც გერმანულში, არც ინგლისურში, არავინ არ ამბობს სხვანაირად. ჯინსენს ამბობს გინსენი, ჯინსენი. გერმანელებმა შეიძლება გინსენი თქვან, არ გამიკვირდება ჯუს, მაგრამ Google წაიკითხო, მაგრამ ჟენშენი მაინც არა. არ ვიცი, მოკლედ. კი, ჯინსენში გულისხმობ ჟენშენს. მოკლედ, ჯინსენის ფესვის ექსტრაქტი პირველად შეგვხვდა. კარგია. 3O ეთილასკორბილ ასიდი, ასკორბინის მჟავაც. ოკეი. არ ვიცი ოღონდ რამდენი. აქ მშრალი ალკოჰოლიც აქვთ. ცოტა მალა, პლუს პარფიუმი. ჰიალურონის მჟავა, ჯინსენის გამო თუ იყიდეთ, იმიტომ რომ დანარჩენ ყველაფერი სხვა პროდუქტებშიც აქვთ. ნებისმიერს და აი როცა წაიკითხოთ საერთოდ სახელი პროდუქტით დაადეთ გლიცერინი, ნიაცინამიდი, მენზიგნება შეგნდა ჰიალურონის მჟავა. აქ ერთ-ერთი ახალი და განსხვავებული გამორჩეული არის ჯინსენის ფესვის ექსტრაქტი. თუ გაქვთ რამე უკვე ჯინსენით, ეს აღარ გჭირდებათ. არ ვიცი ახლა რამდენია ჯინსენი შეგნით, ნიაცინამიდი რამდენია შეგნით, ნებისმიერ რამე, მაგრამ
ნუ მშრალ ალკოჰოლზე იმდენი ჰიდრატორი ინგრედიენტია, შეგნით შეიძლება ვერც იგრძნოთ ეს მშრალი ალკოჰოლი, ისე იყოს დამზადებული პროდუქტი, მაგრამ მაინც რო იცოდეთ რა არის შიგნით. ერთ-ერთი გამორჩეული ინგრედიენტი აქ რაც დავინახე ეს ჯინსენიო. შემდეგი არის ჩოგონჩინ ხაზიდან ამპულა, კანის მათეთრებელი, ვერბიტან ამ სიტყვას, კანის ფერის გამაღიავებელი ბზინვარების მინიჭებელი ამპულა 30 მილiliტრიანი შეფუთვით. ნიაცინამიდი. ოკეი, ეს რეთინოლით არის. ოკეი, საინტერესოა. ანუ ანტიასაკობრივი შრატია. ხო, ეს ხაზი როგორც ვიცი ანტიასაკობრივი, ანუ ხო ასაკოვანი განისთვის არის უფრო. რეთინოლი, ნიაცინამიდი, გლიცერინი, ჰიალურონის მჟავა, კერამიდების კომპლექსი, ფერმენტირებული ლაქტობაცილუსის ფერმენტირებული ექსტრაქტები. რეთინოლი არ ვიცი რამდენია შიგნით მეგობრებო. აქაც კაიბლომად ჩაუყრიათ ეს ლავანდას და ფორთოხლის კანის ეთერზეთების არ ვიცი, იმედი მაქვს არ აქვს შემაწუხებელი ცუდი სუნი და არავის რეაქციას არ მოგცემთ, არ არის აუცილებელი რომ ყოველს ქონდეს პარფიუმზე რეაქცია, მაგრამ ხო ისე კაიბლომად აქვს შეგნით. ჩავი, ინგრედიენტები აქაც ამას რეთინოლის გამო თუ იყიდით, როგორც ანტიასაკობრივ შრატს, უბრალოდ არ ვიცი რამდენია. კორეულ ბრენდებს ვიცნობთ, ეგენი რეთინოლთან და რეთინალთან და აქტიურ ინგრედიენტებთან ძალიან ფრთხილად არიან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დამწყებთათვის მსუბუქი მგზნობიარე კანის რეთინოლი უფრო იქნება. კიდევ ერთი შემდეგი რეთინოლი არის Time Revolution-ის ხაზიდან. ესეც ახალია, მე მგონი რეთინოლ შორი, 4000-იანი შორი, ინტენსიური კრემი, სახის, ანუ კრემია, მაგრამ 25 მილiliტრიანი შეფუთვით მოდის, გავიყვანე დღევანდელ კატეგორიაში. ბიომის კომპლექსით არის გამდიდრებული 10 სხვადასხვა ტიპის ფერმენტირებული ინგრედიენტებით. ეხლა უნდა იანგარიშო აქ რეთინოლი რამდენია? 4000 unit international unit ნიშნავს სადღაც 1 გრამზე ცოტა მეტ რეთინოლი 1.2 გრამი მილიგრამი რეთინოლი. მაგრამ ეს 30 მილiliტრიანი შეფუთვა არ არის, 25 მილiliტრზე უნდა იანგარიშო. ანუ 0.05 რეთინოლიც არ გამოდის. ეს 5 მილilitrს თუ მოვაკლებთ, რაც 30 მილიგრამი აკლია 25 მილiliტრიან შეფუთვას. ანუ 0.047 სადღაც ეგრე. მოკლედ ძალიან მსუბუქი რეთინოლის, ძალიან დამწყებთათვის ძალიან მგზნობიარე კანის, ძალიან მსუბუქი. ეხა ანუ ეს დიდი ასოთროს წელი international units, ანუ უნდა გადაიყვანო ეს მილიგრამები მილilitrებში, ანუ მოცულობა უნდა აიღო და იქიდან 25 მილiliტრიანი ამ შემთხვევაში და ეს 4000 იქიდან უნდა გამოიანგარიშო. 25 და იქიდან გამოდიან უნდა გამოიანგარიშო შემდეგ ეს რეთინოლის პროცენტები. რასაც Google-იც გიკეთებთ. ანუ უნდა იპოვოთ ხა ჩაგუგლოთ. დაგუგლოთ და მოძებნოთ საიტები, რომლებიც გადაგიყვანთ, ამ გონია ქართულად იყოს რამე, ინგლისურად დამოძებნოთ მაშინ და რამდენჯერმე თუ გააკეთებთ, მე ეჩვევა თვალი მარტივად და დაახლოებით ხვდებით. იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი 30 მილiliტრიანია და ერთხელ რომ გამოიანგარიშო 30 მილiliტრიანს, მე მარტივად ანგარიშობ. ხო და ეხლა ეს რადგან 25 მილiliტრიანია, ცოტა ანუ 0.05 არ გამოს, 0.0047. მეზარება ეხლა მაგის დავგვა და მაგის გამონგად. მოკლედ, ძალიან მსუბუქი რეთინოლი ახლა. ეს შოტ და რაღაც არის, ფიქრობთ რომ რაღაცა ესეთი რიდლ შოტები რო აქვს ვიტის, ეგ არ წარმოიდგინოთ რომ ეგეთი ძლიერი იყოს რაღაცა. გაგიკვირდებათ და ნიაცინამი. და მეგობრებო, წეღანდრო ვთქვი, იქ ბევრი ეთერზეთებია თქო, მაგას უკან ვიღებ ისე, იმიტომ რომ აქ ამ პროდუქტში რაც ხდება, ვაუ. ეს კორეულ ტრადიციულ ბრენდებს, საფთიაქო ტრადიციულ, ტრადიციულს არა ეხა, ყველას ეგრე არ აქვს. ავენე ცოტა გადაეჩვია მაგას. ლაროშეს შრატებზე უჭერს მაინც, მაგრამ ეს მისშოს რა სჭირს არ ვიცი. შემდეგი გვაქვს ისევ ჩონგონჩინ ხაზიდან, ანტიასაკობრივი ხაზიდან ემულსია, 120 მილiliტრიანი შავი ჯინსენის ესენცია. ოკეი, ფერმენტირებული ექსტრაქტებით, ორმაგი ფერმენტაცია 35 დღის მანძილზე. ვაუ, ოკეი. ფული არ დაუზო გაქვთ ამ შრატზე. ნიაცინამიდი რა თქმა უნდა, არც წარმომედგინა რომ სხვანაირად იქნებოდა. ეს უფრო მუქი შეფუთვით რომელიც არის, იმიტომ რომ ამ ხაზიდან ეს უფრო ღია შეფუთვის პროდუქტი, ანუ ერთ ხაზში ორი ქვე ხაზი აქვს. ერთი უფრო ღია ფერის, ერთი უფრო მოკლედ. შავი ჯინსენის ფესვის ექსტრაქტი არის საკმაოდ იშვიათი, უფრო ძვირი. რა თქმა უნდა იცოდებ პროცენტულ მაჩვენებლებს, რასაც აქ არ გეუბნებიან, არ იცი რამდენია შეგნით, მაგრამ ესე რომ ავიღოთ, ზოგადად უფრო ძლიერია ვიდრე ჩვეულებრივი ჯინსენი. კურკუმას ფესვის ექსტრაქტიც აქვს, გლიცერინი, კერამიდების კომპლექსი, 3-O-ეთილ ასკორბილ ასიდი.
კარგი ანტიასაკობრივი შრატი იქნება. უბრალოდ აქაც იმდენი ეთერზეთია შეგნით ხალხო. იმ უფრო ამ ეთერზეთებს რა თქმა უნდა ლუქსუს ეფექტის და შეგრძნების მიცემას ცდილობენ პროდუქტისთვის, რომ აი თერაპიის და სპის და ეს ამბავი კონდეს, რომ ფასი გაამართლონ და უფრო მეტი ღირდეს პროდუქტი, მაგრამ არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ არ იქნება ესეთი შემაწუხებელი ადამიანებისთვის, რომლებსაც უცნობი კანი აქვთ. შემდეგი ამპულა ასევე Time Revolution-ის ხაზიდან არის, რომელსაც Retinol 500 shot აწერია. ესეც ფერმენტირებული ექსტრაქტებით არის, ბიომის კომპლექსით, ფერმენტირებული და პატენტირებული კომპლექსით, რომელიც 10 მილilitrიანია, ეს რანაირი შრატი გამოდის, ეს თვალის კრემი უფროა. Retinol-ი არ ვიცი რა პროცენტურ მაჩვენებლით არის შეგნით Retinol-ი კონცენტრირებული აწერია, მაგრამ რას გაიგებთ? კონცენტრირებულში რა იგულისხმება? ნიაცინამიდი აქაც გაგქნებათ ნერვიულად და ნუ საკმაოდ ძლიერი ფერმენტირებული ექსტრაქტები არის შეგნით და რა თქმა უნდა ეთერზეთები. ეთერზეთები არის სავსე. გლიცერინი, ადენოზინი, ჰიალურონის მჟავა, ნუ ესეც Retinol-ის ამბავი. ეხლა რო შევადარო ეს Retinol-ი და წინა Retinol-ი, შეკეთის. მაგრამ ეს 10 მილილიტრი, მოკლედ არცი 10 მილილიტრის ფასი თუ ადევს შეიძლება. ანუ ის რასაც 30 მილilitrიანში იხდით, იმის მესამედი ფასი უნდა ედოს. და შემდეგია ისევ Time Revolution-ის ხაზიდან მათი first essence-ი, პირველი essence-ია, მეხუთე თაობის essence-ია. ესეც მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პატენტირებული ფერმენტირებული მცენარეული ექსტრაქტების კომპლექსი, რომელიც პატენტირებულია მხოლოდ მათთვის 97% ექსტრაქტებს საფუარის ექსტრაქტს შეიცავს, რაც საოცარი სირბილე ექნება, სიბლანტე, მშრალი გახსნებული კანისთვის, სიწითლეებისთვის, კანის ტონეს და ფერისთვის 150 მილilitrიანი შეფუთვით. ეს მართლა ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული პროდუქტია მის შედან და ეს არ მახსოვს ადრე თუ ქონდათ. ეხა იგივე აქვს ლოსიონის ტექსტურით. ანუ ყველაფერი იგივეა, ხაზი იგივეა, სახელიც კი იგივეა, დააკვირდეთ უნდა რომ ლოსიონს ყიდულობთ თუ ესენციას, ამასაც მეხუთე თაობა აწერია, ანუ 5x აწერია ამასაც. მოცულობაც საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, ეს 130 მილilitrიანია, 20 მილilitrია სულ სხვაობა, ამიტომ დააკვირდით კარგად თაროზე. ამას ანტიასაკობრივ ესენციას ლოსიონს ეძახიან. აქ 50% ფერმენტირებული ექსტრაქტების კომპლექსია შეგნით. ანუ გამოდის რომ ეს ისეთი კონცენტრირებული არ არის, როგორიც პირველი პროდუქტია. ანუ ეს შეიძლება უფრო მეტ სხვადასხვა კანის ტიპს მოერგოს, ეხლა ყველას ესე ძლიერი კონცენტრაციის პროდუქტი შეიძლება რომ არ სჭირდებოდეს, ამიტომ ეხლა დავაკვირდი აწერია კიდეც ახალი ვერსია ყოფილა. კი, ანუ ძირითადი სხვაობა ეს არის, იქ 97% აწერია და ლოსიონს 50%-იანი კონცენტრაცია აწერია. ძირითადი სხვაობა იქ არის. ეთერზეთები და პარფიუმი აქაც იცოცხლეთ. ნიაცინამიდი არის. და რაზე დავიბენი იცით? ისედაც ძალიან დაბნეულ, რამე თუ არასწორად გითხარით ამ ვიდეოში ძალიან დიდი ბოდიში, იმიტომ რომ თავი ამეხარდა. აღარ შემიძლია. ვითომ მარტო შრატებზე უნდა მელაპარაკა, რომ სტრესული ვიდეო არ ყოფილიყო და ცოტა მაკლია, რომ ნოდარის დედასავით შპალერი ჩამოვხიო კედლიდან. გახსოვთ არტემისიას ამპულა, ანუ არტემისიას ხაზი, როგორც გითხარით, ჩემი ფავორიტია და ეს არტემისიას ამპულა მეც მქონდა, იმიტომ რომ თქვენ ფავორიტი ამპულა იყო. გახსოვთ ვიდეოების სერია რო ქონდა თქვენს ფავორიტ პროდუქტებს რო ტესტავდი და პირველი იყო არტემისიას ამპულა, რომელიც მეც ვიყიდე და გამოცეთ ძალიან მომეწონა. ძალიან კარგია. იმ ვიდეოშიც მაშინაც მახსოვს რომ თქვი, რომ დააკვირდით ძველი და ახალი ვერსიები არსებობს ბაზარზე თქო. ერთი რომელსაც ეს არტემისიას ფოთლები ახატია, ზედ მონაცრის პროსავით და ეს არტემისიას ფოთლები ახატია ზედ. და ერთი ეს ანუ მოყავისფრო თლიანი ერთიან ფერში შეფუთვა. ეხლა კიდე ახალი რაღაც აქვს ბაზარზე. ეს ეხლა აქვს ფერადი ამპულები. როგორც ჩანს, ისინი კიდე ჩაანაცვლეს. როდის იყო ვიდეო მქონდა ერთი 2 წლის წინ ალბათ. კი 2023 წლის ფავორიტების რეიტინგში იყო ეგ ამპულა. არ ვიცი, ძველია ქართულ საიტებზე, ახალია. აქ მე ამპულას საერთოდაც აღარ მიგდებს, როგორც ჩანს, საერთოდ აღარ შემოაქვთ ევროპულ საიტებზე. და ახალ ფერად ამპულებს მიგდებს. ერთ-ერთი სხვაობა ეხა რასაც ვხედავ არის, რომ ძველი იყო 50 მილilitrიანი შეფუთვით და ეხა არეკლამებენ, რომ ეს ახალი უფრო დიდი არის და უფრო კარგია და ასე შემდეგ, 75 მილilitrიანი შეფუთვით. დანარჩენი როგორც ყველაფერი იგივეა. რა მაინტერესებს იცით, რომ ანუ სამი სხვადასხვა ვერსია აქვს ერთი ამპულე, ესეთი ხაზიდან. არ ვიცი საქართველოში, იმედი მაქვს რომ სულ ძველი ვერსია. საქართველოში და შედარებით ძველი ვერსია ჯერჯერობით. მე მქონდა ეს არტემისიას ფოთოლი რო ეხატაზეთ. და მაშინ მომდი რომ ის ძველი ვერსია. მითხარით ძალიან გთხოვთ რადიოს თაროზე საქართველოში. აფიაკების თაროებზე რადებთ, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება ედოთ პროდუქტის ფოტო და ძველი ფოტო იყოს რეალურად და თაროზე ადგილზე რომ მიხვალ მაღაზიაში აფიაკში რაღაცა სხვა იდოს. იმიტომ რომ ონლაინ დავიწყეთ ფოტოს გამოცვლა. ხდება ხოლმე ეგეთ რაღაცა, მაგრამ მაინდა ვერენდობი ხოლმე ხანდახან ეგეთ რაღაცა. ამიტომ ამოწმენ ყოველთვის მხოლოდ ოფიციალურ საიტზე ეს რაღაცებს და ეხლა ეს ფერადი ამპულები აქვთ.
ეს არის ახალი ვერსია. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არის ძველი ვერსიები საქართველოში, მე ვგიშდები არტემის ნებისმიერი რამე იყიდეთ. არ ვამბობ ხოლმე ერთ რაღაცებს საერთოდ, მაგრამ თუ რამე შეგხვდეთ, ყველაფერი იყიდეთ. ანუ არტემისიას ხაზი არის ძალიან კარგი, ამპულა განსაკუთრებით კარგია და დააკვირდით, ეხლა, რადგან უკვე კიდევ ერთი ახალი ვერსია არის ბაზარზე, ამ ძველ ვერსიებზე შეიძლება ფასდაკლებები გააკეთოთ. წესით აფთიაქებმა უნდა გააკეთონ ძველ ასორტიმენტზე ამოყიდონ, ასე ვთქვათ, აქცია. დააკვირდით, შეიძლება შეგხვდეთ. ძველი ვერსიაც, ანუ ძველი ვერსია რა ეხლა შეფთვა შეცვალეს. და უფრო დიდი ზომის ამ შეფთვაში გადაიტანეს, თორე ხარისხი ისეთივე არაჩვეულებრივია, როგორც დარწმუნებული ვარ ახალ პროდუქტებზე აქვთ, მაგრამ იქნებოდა შეგხვდეთ ფასდაკლებით. არტემისიას ხაზთან ყველაფერი მოყავს. და ბოლო, მეტი არ შემიძლია, კიდე აქვთ რაღაცემა არ შემიძლია. ეხლა ჩავწერე კიდე თან ინტერნეტის ბნელი მხარე მაგ ვიდეოების სერიიდან კეტტორესზე ვიდეო. არ ვიცი, ის უკვე არის ონლაინ თუ ჯერ ეს არ ვიცი რომელი მოხდება პირველი YouTube-ზე, მაგრამ თუ უკვე მოხდა და უყურეთ, იცით ის რამდენად გრძელი ვიდეო იყო და ვატყობ უკვე რომ მოკლედ, მაგრამ ეს მინდა რომ ვახსენო ეს შრატი ვიტა სის ხაზიდან C ვიტამინის შრატი. ეს იყო ის, რასაც მე ვიცნობდი ადრე რაც ჰქონდათ. ეს C ვიტამინის პიგმენტაციის საწინააღმდეგო ამპულა უბრალოდ შრატი არა, ამპულა არის 30 მლ-იანი შეფუთვით. რაზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, 33% აწერია ზედ. არ იფიქროთ რომ 33% ასორბენის მჟავას იღებდეთ. არა. ლიპოსომური ფორმულაა აწერია კიდე ზედ, რაც მას ნიშნავს ერთი ნაერთია, ნაზავია, სხვადასხვა ინგრედიენტებს და თან ლიპოსომური, ანუ ლიპოსომური მიწოდების სისტემით არის, რაც ძალიან კარგი, იმიტომ რომ პიპეტით არის ეს შრატი. და ეს დაეხმარება მას, რომ C ვიტამინი სტაბილური დარჩეს. ანუ ასკორბილის მჟავაც არის. 3-O-ethyl ascorbyl acid-იც არის. და როგორც ჩანს, ascorbyl glucoside-იც აქვს, ანუ წინა შრატში რაც იყო, ისინი, ანუ ხო, მე მგონია რომ ეს ახალი შრატია და ეს მე უკვე აღარ იქნება, ანუ კიდევ ერთხელ განაახლეს როგორც ჩანს ყველაფერი და ეს ძველები ჯერჯერობით არიან, მაინც რა თქმა უნდა, საიტებზე და ინტერნეტში ნახავ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მალე ესენი აღარ იქნებიან და ეს ახალი პროდუქტები დარჩებიან, მხოლოდ იმიტომ რომ ერთ-ერთი ინგრედიენტები რეალურად. როგორც ჩანს, ის ახლა ფხვნილის ფორმით და ფამფის თავსახურით ახალ შეფთვაში გადაიტანეს, რომ კიდევ უფრო სტაბილური იყოს, უფრო თანამედროვე სტანდარტებს მოარგეს, მე ასე ვხვდები, მაგრამ მე ვიცი რომ ეს არის საქართველოში, იმიტომ რომ გამოგეგზავნიათ ამ C ვიტამინის შრატის ფოტო ჩემთვის. ამიტომ იგივეა ინგრედიენტების მხრივ, რაც ახალი შრატი. ეს 33% იგულისხმება რომ ამ სამივეს ნაერთია საერთო ჯამში 33%. რომელი რამდენია ვერ გეტყვით. არ ვიცი. ისე დაახლოებით ერთი და იგივე რაღაცის შესახებ საუბრობთ. შეფუთვა ახლის რა თქმა უნდა უკეთესია, იმედი მაქვს რომ მოცულობაც საერთო ჯამში შრატის მოცულობა იქაც 30 მლ-ზე ავდივართ და მართლა 10 გრამიანი თუ 10 მლ-იანი რაღაცის შესახებ საუბრობთ, იმიტომ რომ 32 ევროთ ეგ ძალიან უაზრო ფასი იქნება. ოკეი, კარგით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. მე ნახმა უკვე არ მაქვს იმედი მაქვს რომ საინტერესო ვიდეო გამოვიდა. კიდევ რა არის ესეთი ბრენდები, რასაც უკვე გვისაუბრია კიდეც, მაგრამ აი ესე დიდი რომ უნდა დავყოთ. აგეთი ბრენდები და რაზე გინდათ რომ კიდევ ვისაუბროთ, რომელი კატეგორია იქნება თქვენთვის საინტერესო. ეხლა ზაფხულის სეზონი მოდის, შეიძლება რომ მზის განდამცავებზე გავაკეთოთ კიდევ ერთი ესეთი ვიდეო, რომელი ბრენდების მზის განდამცავი და გაინტერესებთ. ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი. ეხლა კორეული ბრენდების შესახებ ვსაუბრობ, იმიტომ რომ მე თვითონ სულ მაგათ მზის განდამცავებს ვიყენებ. ნინას beauty place-ზე ჩვენ shop-ში გვაქვს კორეული მზის განდამცავები, ანუ ასე თუ ისე მაგ კორეულ მზის განდამცავებზე. ისე რაც ხშირად ვსაუბრობ ხოლმე, ამიტომ სააფთიაქო ბრენდების მზის განდამცავები, რომლებიც დაგაინტერესებთ, ერთი ვიდეო შეიძლება რომ ავიღო და ზოგადად მარტო ერთი ბრენდი კი არა, ზოგადად სხვადასხვა ბრენდების, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. SVR-ს კარგი მზის განდამცავები აქვს, Avene-ს კარგი მზის განდამცავები აქვს, La Roche-ს. მის შეთანს აფთიაქოა თან კორეულია. მაგათ ესეთი ბრენდები და მზის განდამცავები, რომლებიც გაინტერესებთ, ამიტომაც სიამოვნებით თქვენი იდეები კომენტარების სექციაში და მოუყურე ყველაფერს ერთად თავს და ერთი ზაფხულის ვიდეოს გაკეთება შეიძლება მზის განდამცავების შესახებ ისე კონკრეტულად ერთ კატეგორიას რომ მივუძღვნათ განხილვის ვიდეო. თუ სხვა განხილვის ვიდეოები გაინტერესებთ, არაერთ ვიდეოს იპოვით, თელს პლეილისტს დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.